მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო ის ადამიანები, ვინც ხართ უცხოეთში მყოფნი, განსაკუთრებით მინდა მოვიკითხო პატიმროსაშენო მყოფნი და ის ადამიანები, ვინც განსასწრებში ხართ, ვისაც პრობლემა გაქვთ, ვინც სარეცას ხართ მიჯაჭვული, რა ვიცი, აი 1000 პრობლემაა საქართველოში და ერთად ყველაფერმა ამ ბოლო დროს თავი იჩინა და ჩვენ რაღაცა სულ ვცდილობ ხოლმე ამ გადაცემებით, რომ რაღაცნაირად თქვენი პრობლემები შეგიბსუბუქოთ. რაღაცნაირად აი გვერდში დაგიდგეთ იმით, რომ რაღაც პასუხები მოგაძებინოთ იმაზე თუ რატო ხდება ხოლმე. ეხლა ჩვენთან ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის ხო ის ადამიანებს ძალიან გვიჭირს, როცა ვიღაცა აღარ ყავს გვერდით, ვიღაცა გარდაიცვლება რაღაცა და ურთულესი ყველაზე ძიმე ტვირთია ამ ქვეყნად. რა თქმა უნდა და ამ ტვირთის შესამსუბუქებლად რაღაცა პასუხები შეიძლება ეხლა ეს ისე იმდენად ძიმე ტკივილია რომ მე ვერ გეტყვით რომ ეს რაღაცა ჩვეულებრივი ამბავი, არაჩვეულებრივი და ურთულესი ამბავი არის. და უბრალოდ შესამსუბუქებლად თუ რატო არის საერთოდ გარდაცვალება, ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა მივიღოთ ეს ყველაფერი და ასე შემდეგ, მოვიწვიე სხვათა შორის ჩემთვის აი მართლა მამაოს აქვს ძალიან დიდი მარაგი იმისა რომ რაღაცნაირად დაგვეხმაროს ხოლმე და ძალიან ბევრი მიგნებები აქვს ხოლმე მამა გიორგი ჩაჩავას, რომელიც გახლავთ წმინდა პანტელეიმონის ეკლესია ვერაზე და იმ ტაძრის წინამძღვარი ძალიან ბევრი ათეული წლებია და ძალიან ბევრ შაოსან მშობელს, შვილს და ასე შემდეგ ანუგეშებს ხოლმე და აი ამის გამო მამაოს აუცილებლად დაუსვა ამ კითხვას. მამაო, დიდი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისათვის, თქვენი ცოდნის გაზიარებისათვის და თუ შეიძლება მამაო, აი ხშირად ხდება ხოლმე რომ რაღაცა აი ამ ტკივილებით მოდიან, პასუხები არ არის მამაო, იმიტომ რომ პასუხები რო არის, უბრალოდ ეს ამ ტკივილში მყოფი ადამიანი ამ პასუხს ვერ იგებს, იმიტომ რომ უბრალოდ ფიზიკურად არ არის ამ ყველაფრისთვის მზად, იმიტომ რომ სუბიექტური ადამიანი და ყველაფერი მაინც ამ ქვეყნად ეჩვენება უსამართლოდ, რაც მის წინაშე ხდება, თან მით უმეტეს აი ამ ხელა ტკივილი. როგორ შეიძლება რომ შევიმსუბუქოთ, მამაო, ეს ტკივილი და როგორ უნდა შევხედოთ უფრო საღად? მე მინდა დავლოცო ჩვენი მრევლი, ჩვენი მსმენელი, მე მინდა დიდი მადლობა გითხრათ სულ ყველას ვინც მოგვიწვია ჩვენ აქ და დღეს ვინც ზის და გვისმენს ხვალზე იმით ინტერნეტით მოგვისმენენ და ეცეთ რა არის ბულატ ოკუჯავას სიტყვებით უნდა ისავქნა დაიწყოთ. მე მახსოვს, ბულატ ოკუჯავა რუსულად წერდა და მას ჰქონდა ასეთი სიმღერა იყო ძალიან ცნობილი. Возьмемся за руки, друзья, чтобы не пропасть нам поодиночке. აი ეს არის დღეს უნდა ხელი ხელს ჩავჭიდოთ რომ ცალ-ცალკე არ დავიკარგოთ და დღეს ისეთი დრო არის რომ ზუსტად მტერი და ღმერთიო გვაერთიანებს სატანა ყოფს და დღეს მარტო სატანა არ არის ამით დაკავებული. ძალიან ბევრი ძალები ცდილობენ რომ ჩვენ ახლა გაყვონ რაღაცა შეიტანონ შფოთი, გაუგებრობა, კონფლიქტი, უთანხმოება ჩვენში, იმიტომ რომ გაყოფილი სახლი, გაყოფილი ციხის აღება ძალიან ადვილია. წარმოვიდგინეთ გარნიზონი, რომელიც იცავს იმ რაღაცა ციხესიმაგრეს და უცბად გაიყვნენ და ერთმანეთში მოვიდათ რაღაც უთანხმოება. გასაგებია რომ ის ციხე დაეცემა ძალიან მალე, ხო? ვერ დაიცავენ. ამიტომ ამაზე ჩვენ უნდა ვიფიქროთ და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი სუსტი მხარე. და ფლეშის მამო მიზეზი თუ შეიძლება აი ერთს კითხავთ უბრალოდ რა. აი რაღაც ქართველები ძალიან ამაყი, სხვანაირად ის ხალხი არიან და ბოროტი სარგებლობს ამით. აი რა მიზეზები არის, რა ჩვევები არის იმისათვის რომ დავდგუნოთ, რომ სხვებისგან არ გავცალკერდეთ. ან სხვისგან შორს არ დავდგეთ. აი რა ჩვევას უნდა ვებრძოლოთ, მამო? ეს სიამაყე პირადი, აი რა სიამაყე პირველ რიგში სურვილი ლიდერობის, ყველას უნდა ლიდერობა, არავის არ აქვს უნარი რომ რაღაცა საქმისთვის დათმოს რაღაცა,
აი ეს დათმობის უნარი არა პირადი ეგოიზმი ალბათ. რა თქმა უნდა და ეს არის რაც თავარი ეს არის სიამაყე და ეგოცენტრიზმი. გინდა შენს ირგვლივ ვიტრიალოს თელმა სამყაროს. ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ აი ესე ცენტრი, სოფლიოს ცენტრი. და მამაო, თუ შეიძლება ერთ კიდე კითხავ თქვენ ახლა გამოცდილი მოძღვარი ხარ და მაგიტომ აი როგორ უნდა დაიწყოს დათმობა ადამიანმა, იმიტომ რომ აი იცით რა არის, აი როცა დიდი საქმე ფუჭდება. აი ჩემი ეს პირადი რაღაცა ჭანჭიკები, რომელიც ჩემ პირადი ეგოიზმი არის, ამან არ მინდა რომ ეს გააფუჭოს დიდი სახელმწიფოებრივი საქმე ან ეკლესიის საქმე რაღაცა. აი პირადი ამბიციები ანგრევს აი ამ ყველაფერს მამაო. იცით რა არის? მე დავუშვათ რაღაც როგორც ყველა ადამიანი ვიყავ, მეც ამბიციური ვიყავი, ახლა სპორტში როცა ხარ, თუ ამბიცია არ გაქვს, სპორტში ვერ იქნები, ასე შემდეგ, მაგრამ ერთხელ ერთი ძალიან კარგი ანდაზა ისავქენი, რუსულად არის ეს я последняя буква в алфавите. მე რუსულად არის я. ხო. ბოლო ბგერა ვარ. და რუსულ ალფავიტში არის ბოლო 100. იაც თვითონ я არის ბოლო 100 ალფავიტში. და იათი, ანუ იათი იწერება მე. ხო და მეუთხარი, მოდი აბა მე ახლა შევეცდები რომ გავხდე ალფავიტში ბოლო ბგერად რომ გავ. სხვათა შორის ჩაჩავა ვარ, ჩეც ბოლოში არის ალფავიტში და თან გადავიტანე მივხვდი და მოდი ვიქნები მე თქვი სულ ბოლოში ალფავიტში. უთულესია მამა, ყველას წინ დაყენება. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ამით იცი როგორ იზრდები და როგორ ძლიერდები. იცით, ყველაზე დიდი გამარჯვება ეს არის გამარჯვება საკუთარ თავზე. და თვითონ ქრისტემ დაგვანახა, წმინდა გიორგიმ დაგვანახეს ეს, ხო? რომ და დღეს ზუსტად აი ამ თემებზე უნდა ვისაუბროთ და თქვენ როცა ბრძანეთ რომ აი გარდაცვალება. ანუ რა არის გარდაცვალება? ეს არის მარადიული სიცოცხლე, ხო? ნუ რა თქმა უნდა პატიოსანი ქრისტიანებისთვის. მაგრამ როცა ვიღაცები საუბრობენ მარადიულ სიცოცხლეზე, ირკვევა რომ აი ამ ერთ აქაურ სიცოცხლეზე წარმოდგენა არ აქვს როგორ უნდა გაიარონ. არიციან რა გააკეთონ იმ სიცოცხლეში. ხო? და როცა ადამიანი იწყებს ნარკომანიას, ლოთობას, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ აი ეს დრო, რომელიც მას აქვს მოცემული, რომ ну სხვა რაღაცებზე აღარ ვისაუბრე, მაგრამ აი ეს ორიც გინდა. ის დრო რისთვისაც აქვს მოცემული, ის იმას არ იყენებს. ის კლავს იმ დროს. და თუ შენ ეხლა აი ამ ღმერთი ხედავს მოგცა ეს სიცოცხლე და გიყურებს, როგორ უნდა გამოიყენო ეს სიცოცხლე. და შენ თუ ის სწორედ ვერ გამოიყენე, ის მარადიული რად გინდა? ანუ ესეც მოგბეზდა. ანუ ადამიანი ანუ რას ნიშნავს, ხო? სიმთვრალე და ნარკოტიკი. შენ გაურბიხარ ცხოვრებას, რეალობას და თუ შენთვის ეს ცხოვრება, რომელიც ღმერთმა მოგცა, მიუღებელია. ხო. შენ გინდა გაექცე იმას. ზეცა როგორ იქნება მისაღები? ის რად გინდა მაშინ ის აქ ჯერ ეს რაც მოგცეს, ის სწორედ უნდა გამოიყენო. სწორია. ხო. მაგრამ ჩვენ ახლა მე მინდა რომ ჩვენ ახლა ვისაუბროთ აი იმ საკითხზე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იცით რა არის, თქვენ სხვათა შორის ძალიან კარგი კითხვა დამისვით, იმიტომ რომ თან მე მიხარია, იმიტომ რომ ჩემთან ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და მსგავს კითხვებს მისვავენ და ეხლა ნუ მე ვპასუხობს, მაგრამ ეხლა როცა მე შემიძლია ერთბაშად დიდ აუდიტორიას გავცე ეს პასუხი, ხო? ეს რა თქმა უნდა ჩემთვის არის უფრო ფასეული არის და ამიტომ მოდით ვისაუბროთ. რა თქმა უნდა ხშირად ყოფილა, მე არა ყველა ხა თუ რინმე სასულიერო პირი მისმეს, მეტყვა რომ არ არსებობს, რომ ჩვენ ბიოგრაფიაში არ ყოფილიყო ბევრი ესეთი შემთხვევა, როცა მოდის შენთან ადამიანი და გეუბნება, რომ მე ღმერთზე განაწყენებული ვარო. და რატომ? იმიტომ რომ ძალიან ადრინდელ ასაკში დედაჩემი წაიყვან, ან მამაჩემი, ან მეუღლე, ან პირიქით შვილი ღვთლატისა და ძმა და აი რატო გააკეთა ღმერთმა, ხო? მე ხო ის თვითონ ვინც წაიყვანა, ისიც მლოცველი იყო, ისიც ლოცულობდა, მე ლოცულობდი. ხო წერია რომ ქრისტემ ხო გითხრა რომ ქრისტეს იარებით თქვენ განიკურნეთო. და სად არის ეს? რატო არ მოხდა ეს? ხო? და ეს არის ძალიან დიდი რთული შეკითხვები. გასაგებია, როცა ჩვენ წარდგებით ღმერთის წინაშე,
ეს იმ წუთში ჩვენთვის ღმერთისთან შეკითხვაც აღარ დაგვჭირდება. ჩვენ ამას ისედაც თვითონ გავიგებთ, როცა იქ აღმოჩნდებით. მაგრამ დღესდღეობით და არა მარტო ეს და ჩვენ დავინახეთ, რომ არის შემთხვევები, როდესაც იქნება გაუგებრობა ადამიანს და ღმერთს შორის. ანუ რატო აკეთებს ეს ღმერთი? აი მე სულ ვიღაცა ესეთი ათეისტები მეუბნებიან, აი ღმერთი თუ არსებობს, რატო არის ეხლა სადღაც ბომბავენ, სადღაც ბავშვები კვდებიან, აი სადღაც რაღაცა ხდება, აი ამდენი მშიერი სადღაც და რა თქმა უნდა და მათ გონიათ რომ თან ნიშნის მოგებით გეკითხებიან გონიათ რომ ეხლა ჩაგჭრეს რა და შენ პასუხი ვერ გასცემ. საქმე იმაშია რომ როდესაც ადამიანს რაღაც არ ესმის ღმერთთან ურთიერთობაში არ არის გასაკვირი. დღეს ეხლა არავის არ ეგონოს რომ მე ეხლა მოციქულების განკითხვით მინდა დავიწყო, მაგრამ მოციქულებსაც არ ესმოდათ ქრისტესი. მოციქულებს არ ესმოდათ ქრისტესი. მოდი ასე ვთქვათ, აი ქრისტე ხო ძალიან ბევრჯერ მოციქულებს უთხრა რომ აი მე ჩვენ მოგვიწევს ახლა ასვლა იერუსალიმში, იქიდან ჭყალებში, ანუ პირდაპირ გადატანით არ გაიგოთ, ანუ ჭყალებში ცხოვრება ქრისტეს ემსახურენ, უბრალოდ აი რაღაც არის რომ ვერ ჩაწვდები, ანუ არა მე არ არის გასაკვირი, როცა ისინი იყვნენ ადამიანები სულთმოფენობამდე, ხო? ღმერთის ჩანაფიქრის გაგება რა თქმა უნდა არის უცნაური. ამიტომაც ხო ჯვარცმასთან ორი კაცი რო იდგა სიტყვაზე, ხო? ანუ თუ ჩვენ ასე კარგად შევძლებთ ყველაფერი ღმერთს რომ გავუგოთ, მაშინ ჩვენც უნდა რაღაცა ღმერთებივით ვიყოთ. გასაგებია. ამიტომ არ არის გასაკვირი. აი წარმოვიდგინოთ ჩვენ ახლა ღმერთი უბრალოდ ჩვენ უნდა ავიდეთ იერუსალიმში. სხვათა შორის აი ეს ებრაელებში როგორი ტერმინი არის. როცა ისინი ამბობენ, რომ უნდა მივიდნენ იერუსალიმში, ყოველთვის იყენებენ სიტყვას ასვლა. უნდა ავიდეთ იერუსალიმში ადიან. იერუსალიმიდან ჩამოდიან. აი რაშია საქმე. ასვლა. ანუ ასვლა არის ალია. ანუ მაგრამ თუ იერუსალიმში ხარ და ტაძარში უნდა ასულიყვნენ, ამბობენ, ჩვენ უნდა ავიდეთ ტაძარში. ალია და ეს ქრისტე ეუბნებოდა რომ ჩვენ უნდა ავიდეთ იერუსალიმში და იქ უნდა ის არის დამიჭირონ, ესე იგი მაფურთხონ სახეში, ცემონ, მაწამონ და უნდა მომკლან და მე უნდა მოვკვდე და მესამე დღეს ავდგე. ეუბნებოდა მათ. ანუ ქრისტე ტყუილს სხვა ეუბნებოდა მათ. მაგრამ მოდით ასე როცა ჩვენ ვკითხულობთ და ქრისტე მოციქულებს აი ეს ეუბნება, ხო? აშკარად ჩანს რომ მათ ბოლომდე არ ესმიდეს. აი რატო არ ესმოდათ მე აგიხსნით. იმიტომ რომ წესით როცა ასეთ რაღაცას მასწავლებელი თავის მოწაფეს იტყვის, ხო? წესით მოწაფეს უნდა ეთქვა იქ სახარებაში უნდა წერილო რომ მოიცა რას გვეუბნები? აბა აგვიხსენი, აბა ესა, ვაიმე, აბა დეტალებში აგვიხსენი რა ხდება. არა ესე მოისმენდნენ და მეტი არაფერი. და ამიტომ როდესაც ეს მოხდა მოციქულების, ანუ მოხდა ის კი არა, რაც ქრისტე ეუბნებოდა მათ. არამედ ის, რაც მთელი საუკუნეების განმავლობაში წინასწარმეტყველების მიერ იყო ნაწინასწარმეტყველები. ამდენი წინასწარმეტყველება ქრისტე უშუალოდ ეუბნებოდა, მაგრამ ეს რომ მოხდა, ისინი აღმოჩნდნენ სრული ფიასკოს და ქრისტე იცოდა და ნახეთ, აი უბრალოდ როგორი მაგარი სიტყვებია, მე მინდა აი ძალიან ისე წაგიკითხოთ, აი ნახეთ რას ეუბნება ქრისტე მოციქულებს. ნახეთ, ეს არის ძალიან მწარე სიტყვები. ნახეთ. აი ეს წინა ღამეს. ნახეთ რას ეუბნება, ნახეთ რა სიტყვებია. ჩვენ ამას ბევრჯერ კითხულობთ, მაგრამ ბოლომდე ჩვენ გულამდე და გონებამდე არ დადის ეუბნება. მაშინ უთხრა მათ იესომ, თქვენ ყველანი შეცდებით ამაღამ ჩემს გამო. ხო? ამაღამ ჩემს გამო ყველანი შეცდებით. ანუ რა მოხდა? ანუ აი ეს მთელი თქვენი მსოფლმხედველობა თქვენ დაბყოლდებით ჩემს გამო. მოხდება თქვენი დაბყოლება. ინგლისურ იმაში წერია you will lose your face.
თქვენ რწმენას დაკარგავთ. ნახე? აი, უნდა იმიტომ ბევრი ტექსტები როცა წაიკითხო სხვადასხვა ინგლისურში ძალიან ისე you will lose your face. ანუ თქვენ რწმენას დაკარგავთ ჩემში. და რატომ? იმიტომ რომ ქრისტეს ესმოდა რომ მათ არასწორი მოლოდინები ჰქონდათ ქრისტეს შესახებ. ანუ ებრაელ ერს და სამწუხაროდ იგივე მოწაფეებს არასწორი მოლოდინები ჰქონდათ მესიის შესახებ. ანუ მათ ეგონათ რომ მესია რომ მოვა მან ესე იგი შეკრავს აი ებრაელებს რაღაცნაირად თქვენ იცით რომ ისრაელი ამ დროს იყო პროვინცია დაპყრობილი პროვინცია რომაელების რომ გააგდებენ იმ რომაელებს და პირიქით თვითონ დამეფებდებიან მთელ სამყაროზე მაგრამ რა ხდება ამ ქვეყნიური მოლოდინები რა თქმა უნდა და ისინი ელოდებიან იგივე მოციქულებსაც აი ესეთი თეორია ქონდა შექმნილი არასწორი თეორია იმიტომ რომ ქრისტე რასაც ეუბნებოდა აი ქრისტე ეუბნებოდა მაგრამ მათი ეს ხელოვნური თეორია მესიის შესახებ იმდენად იყო ბლოკირებული მათ გონებაში რომ ისინი ამას ვერ აღიქვავდნენ იმიტომ რომ ეს რო აღექვათ და გაეგოთ მაშინ ისინი მომზადებულები შეხვდებოდნენ და უფრო მეტად დაეხმარებოდნენ ქრისტეს რომ აი ეს ტანჯვის გზა გაევლო ხო ის სამჯერ გააღვიძა და სამჯერ დაიძინეს ხო მაგრამ ისინი მზად არ იყვნენ ამისთვის არაფრისთვის და ისინი რომ მათ რო სწორედ რასაც ქრისტე ეუბნებოდა მაშინ ისინი მესამე დღეს ყველანი ერთად წყობრად უნდა მისულიყვნენ საფლავთან რომ ესე იგი შეხვედროდნენ ამდღარ ქრისტეს და რატო არ დახვდა? იმიტომ რომ იქ მივიდნენ საცხებელი დედები იმისთვის რომ მიცვალებული სიმას სხეულს აცხონ ზეთი და იქ არავინ არ მისულა რომ დახვედრილიყვნენ ამდღარი ქრისტე. ამნოს ქრისტე ამდენს ეუბნებოდა. ანუ ჩვენ რას ხედავთ რომ აქ არის სერიოზული კოლიზია. გინდათ აი ის ყველაზე ახლობელი ადამიანები ვინც მის გვერდში იყვნენ და უსმენდნენ მას ისინი ბოლომდე ვერ ხდებოდნენ ღმერთის ჩანაფიქრს და ახლა წარმოიდგინეთ ჩვენ დღეს ხო როგორი ხელოვნური და დღეს ადამიანი ძალიან ისეთ ხელოვნურად ქმნის რაღაცებს ძალიან ხელოვნურად და სათავისოდ ირგებს ხო სათავისოდ რომ აი მან შექმნა თავისთვის კაი მოხერხებული რელიგია ღმერთს დაავალა რომ ღმერთო იცი შენ ასე უნდა გააკეთო ისე უნდა გააკეთო აი და პრაქტიკულად ღმერთ მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ღმერთი იყოს ჩვენი მარიონეტი ჩვენ ვუთხართ ღმერთო აბა ეხლა ეს გააკეთე აბა ეხლა ეს გამიკეთე ჩვენი ეს არის მაგრამ ჩვენ არ ფიქრობთ იმაზე აი ამ დიად ჩანაფიქრზე რაც ღმერთს აქვს კაცობრიობაზე და ჩვენზე ამხელა გეგმები და ხო და ის გენიალური და რა გზებით უნდა გავიაროთ ჩვენ რომ გავიაროთ განვითარების გზა ამაშია საქმე ამიტომ როდესაც დავუშვათ რაღაცა გაუგებრობა ღმერთთან ეს იმას ნიშნავს რომ მას არასწორი მოლოდინები აქვს არასწორი თეორიები აქვს შექმნილი ღმერთზე და მაგრამ სინამდვილე სულ სხვა არის. აი დავუშვათ ავიღოთ ჩვენ ისა იმიტომ რომ როცა ქრისტე ჯვარს აცვეს, ხო? წარმოვიდგინოთ და იქ მოციქულები ახლა ზიან, ხო? ისინი ელოდებოდნენ რომ ქრისტე თან იცით როგორ არის ის ერთი ადგილი არის, აი შეხედეთ, აი საიდან ჩანს მათი ისა. ნახეთ, აი ეს არის სრული კატასტროფა. შეხედეთ როცა ისინი ხვდებიან ქრისტეს ხო ემანუელიდან მიმავალ და რომ თქვენო არ გაიგეთო აი ჩვენო ყავდაო აი ესაო ნუ მან თქვა რომ არ გაეტყობა არ გაგიგეთ რაღაცა და ნახეთ რას ამბობენ ნახეთ ჩვენ კი იმედი ქონდა რომ სწორედ ის იყო ვისაც უნდა ეხსნა ესრაელი მაგრამ აი უკვე მესამე დღეა რაც ეს ამბავი მოხდა ანუ ჯვარსაცვეს შეხედეთ აი აქ უკვე ჩანს მთელი კოლიზია რომ საზოწაკვეთის მაგრამ მათ არასწორი მოლოდინები ჰქონდათ მაგერ პირდაპირ წერია ჩვენ კი
აი ლუკას სახარებარი 24 თავი 21 სტროფი. შეგიძლიათ წაიკითხოთ. ჩვენ კი იმედი ქონდა, ანუ მათ იმედი დაიმსხვრა. ჩვენ კი იმედი ქონდა, რომ სწორედ ის იყო, ვისაც უნდა ეხსნა ისრაელი, მაგრამ აი უკვე მესამე დღე რაც ჯვარცვაც. აი ეს არის. და ესე იგი, ანუ რა ეგონად რომ ეს არის ეხლა მოვა მესია რომელიც ეხლა წარმოიდგინე იწყება ოქროს ხანა ებრაული ერისთვის რაღაცა და აი ეს მოციქულებიც არა მარტო ის ღმერთთავრები მოციქულებიც იგივე ელოდებოდნენ და უცბად რა ხდება სული მსხრევა ანუ მას ცემენ შეურაცხყოფას აყენებენ ბოლო მომენტამდე იმათ მაინც გონიათ რომ იქნებ რაღაცა ქრისტემ შემოატრიალოს ეს სიტუაცია მაგრამ არა მე ესე იგი ნახევრად ტიტველი ესე იგი როგორც ავაზაკ ორ ავაზაკთან ერთად ჯვარს აცმევენ და იქაც შეურაცხყოფები და კვდება ანუ დამთავრდა ყველაფერი ანუ აი ეს მათი შექმნილი ხელოვნური რაღაც იდეა ქრისტის შესახებ იმსხვრება და ივანეს სახარებაში არის ერთი ადგილი, სადაც ამის შემდეგ ზიან აი ეს მოციქულები ეთყობა ფიქრობენ, აიმე ეს რა იყო. ხო? ფიქრობენ ეთყობა, ნუ ასე ფიქრობენ. ეს რამხელა ის იყო, მოციქულები ვიყავით რაღაც, ეხლა დაგვცინის და შეიძლება რამე რო იყოს, ჩვენს რა კი მისი მიმდევარი ვიყავ, ჩვენთ იგივე მოკლან და რაღაცა გაგვიკეთონ. და პეტრე ამბობს შო მოდი მე ახლა მივდივარ და უნდა დავიწყო თევზაობა და დანარჩენები წევრებ ჩვენს მოყვებით შენო ანუ დამთავრდა ყველაფერი მოციქულობა ყველაფერი ის მთელი მათი ინვესტიცია ქრისტეში ის დრო ის იმედები რაც კი ჩვენ გვეგონა შო ჩვენ ისე ბრუნდებით და ისე ვართ რიგითი მეთევზეები შო ისინი შეგუნენ ამას ხო და რა ხდება ახლა თქვით რა მომწონს. ნუ მე რა თქმა უნდა ქრისტე გამოეცხადება და მაგრამ რაზე მიდის საუბარი? ჩვენ ახლა საუბრობთ იმის შესახებ, რომ თვითონ მოციქულებს ჰქონდათ რაღაცა ხელოვნური, რაღაცა კონსტრუქციები შექმნილი ღმერთთან დაკავშირებით. და ეხლა ჩვენ ძალიან საინტერესოა კიდე ერთი მომენტი თუ შეიძლება რომ აი თუ თქვენ ძალიან კარგად ახსნათ რომ დაუნტკიცოს მაცხოვარი ნუ პირველად ხონო რა თქმა უნდა მის ჭრილობებს აჩვენეს და მათთან ერთად შეჭამსო ხო არა იქ აი ზუსტად იმ დროს ეს აი გაგზავნა ფასად არის ყველაფერი გაღებული ივანესი აი ეს როცა ეს ასე ეცხადება მის ერთ პირველი გამოცხადება ასე არის როცა ის ეუბნება ისინი წავიდნენ მთელი ღამე ითევზავეს და ვერაფერი ვერ დაიჭირეს. ხა. და მან შვილებო, გააქვთო რამეო საჭმელიო? ამათოს ვერაფერი მთელი ღამე ვითევზავეთო და ვერაფერი ვერ დავიჭირეთო. თან ნახეთ, მისი პირველივე შეხვედრა მათთან ისევ ზრუნვით ხდება. ხო, რა საინტერესო. აუ მართლა. და რასეუბნება? ახო, მაგრამ არა, მთელი ღამე ვინადა და წარმოიდგინეთ, მაცხოვარი დაკარგეს, მასავლებელი ყველაფერი წავიდნენ ითევზავეს, საერთოდ მთელი ღამე იწვალეს, ვერ ერთი თევზი ვერ დაიჭირეს. არაფერი არ გვაქვს, ვერ მოგცემთო ვერაფერი. მას გონე ვიღაცა კაცი ეძახის ეკითხება და მან უთხრა, აბა აიღეთო და ახლა მარჯვენა მხრიდანო ჩააგდეთო ესო ანკესიო და ჩააგდეს და სავსე თევზი რო წამოვიდა, პეტრე მიხვდა, რომ ეს უკვე ქრისტეს გაკეთებული ქონდა. და გადმოხდა ესე იგი და გაცურდა რომ ესე იგი ენახა და რომ გამოვიდნენ ეს გამოათრეს ეს თევზი, ხედავენ რომ ქრისტეს ზის რაღაც დაკვერჩხალია და რაღაც თევზს წვავს და დასვა და არავინ არ იკადა რომ ეთქვა ვინ ხარ შენო. ხო. ანუ რა ხდება აქ? აქ ლაპარაკი მიდის რომ აი მერე და მერე უკვე ხდება მათი თვალების გახელვა და უკვე მერე და მერე უკვე როცა 50 დღე როცა მოდის და სულთმოფენობა როცა ხდება მერე ისინი ხდებიან ნამდვილი მისია ღმერთის და თავიანთი მისია მათთვის გასაგები ხდება და ამიტომ მე ამასთან დაკავშირებით მინდა აი
ერთი ორი მაგალითი კიდე მოვიყვანო, აი ეს არასწორი იმით, აი ძველი აღთქმით. მამო, კიდე ამაინტერესებს, აი იქ რო ეუნება რატომ ეძებთ ცოცხალს მკვდრებშიო, ხო? ეს ასაინტერესო არის, ხო, ჩვენ ხო ისე ვართ, მამო, ხშირად. არა, ეს ქრისტეს აღდგომაზე ახლა ჩვენ იმდენად მაზევე ხო, არ გადავიდეთ, კარგი და ჩვენ მერე შემდეგში ამაზე ვისაუბრებთ. ახლა ამჟამად ჩვენ საუბრობთ იმ ჩვენ ხელოვნურ კონსტრუქციებზე, ღმერთის შესახებ, რომლებიც როცა ეჯახებიან აი ამ რეალობას, ყველაფერი იმსხრევა. ხო. აი არის მესამე მეფეთა, ესე იგი ებრაელებს ყავდათ ძალიან ასეთი ბოროტი, ბინძური მეფე ახავი. ხო? და მან ესე იგი აი მან გადაწყვიტა, რომ წასულიყო საომრად. მამო, ძალიან დიდი ბოდი შეჩემი მეგობარი არის ერთი ვატო. გვაზავა ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება რა და რა მომწერა, იცით, როგორი მამაოა, იციო, საცობი არ მინდა დამთავრდეს. ეთქვა საცობებია და რადიოში გვისმენს და წარმოგიდგეთ, ექიმიკაცია, ძალიან დიდი მადლობა. აქედან ახლა დიდი სიყვარულით მოგიკითხა და მადლობა და მადლობა თქვენ მამაო, რომ ესეთი ხართ რა. ხო. ხო და იჯდა ეს მეფე, იჯდა, ფიქრობდა და გადაწყვიტა, რომ თავის დროზე იმათმა სირიელებმა წაართვეს ებრაელებს ქალაქი, რომელიც მათი ქალაქი იყო. თავის ადამიანებად იმიანად უნდა წაერთვა. წაართვეს და იფიქრა, მან ძალიან ცუდი სახელი ჰქონდა ერში. და იფიქრა, მოდი წავალო მე ახლა საომრად, დავიბრუნებ ამ ქალაქსო და დიდ პატივს დავიმსახურებ აი ამ ხალხში. და დაუძახა, იქ მეორე მეფე იყო კიდე ისრაელში, იოშაფატი და მას უთხრა, რომ წამოხვალ ჩემთან ერთად საომრად, ხო? მან თქვა, კი ბატონო, წამოყვებიო. აბა რა, ეს ჩვენი ქალაქიაო, ჩვენი მიწა არისო, ჩვენი ხალხი არის, ჩვენი ეს ღმერთმა მოგცა იმდენი ასეთი პირობა, ამდენი ზვიცით უნდა რა თქმა უნდა დავიღოთო, მაგრამ მოდი რა ვქნათო. ჯერო წინასწარმეტყველებს დავეკითხოთო, მაინცო. ეს იოშაფატი უფრო პატიოსანი იყო და უფრო სწორი მორწმუნე იყო. ნუ მან თქვა, კარგიო. უცბად თითქმის 1 საათში 400 წინასწარმეტყველი შეიკრიბა. იქ მოვიდნენ იქ და რა თქმა უნდა დაიწყეს ყველა ერთხმათ, რომ ხო, ჩვენ უნდა წავიდეთ, შენ გაიმარჯვებ, შენ ყველაფერს გააკეთებ. ისინი ამბობდნენ, აი აქ უცბად აი იმ წინასწარმეტყველი სედეკია, ეს ერთი წინასწარმეტყველი იყო სედეკია, რომელსაც მოასწრო ჩაფხუტი გაიკეთა რქებით და დარბოდა და რქენდა ყველას და ამბობდა, აი ასეო შენო იმას სირიელებსო მოერევიო. მაგრამ ეს 400-ვე წინასწარმეტყველი იყვნენ იეზეველის, მისი ცოლის კმაყოფაზე იყვნენ. და სხვანაირად ვერცით. ანუ ჯიბის წინასწარმეტყველებები იყვნენ. და ამიტომ ანუ რაც შეკვეთა იყო, იგივე სამბო, ანუ ისინი არ იყვნენ წინასწარმეტყველები. რაც დღეს ხდება რა მამა, ჩვენთანაც ჯიბის წინასწარმეტყველები, ანუ იქ როგორ წერია ბიბლიაში ისინი იკვებებოდნენ იეზეკიელიდან, მაგრამ იკვებებოდნენ როგორ, გასაგებია რომ მარტო ბულქს არღებულობდნენ მისგან, ანუ სახელმწიფო იმაზე დაფინანსებაზე იყვნენ. და ამიტომ იქ აწყდა ძალიან დიდი პატრიოტული ასე რო თქვა ჩვენი იმით მიტინგი რომ და წავიდეთ უნდა გავანადგუროთ შენ მოიგებ შენ იმას იზავ და ასე შემდეგ მაგრამ იოშაფატმა თქვა რომ და ჩვენო აქ ყველა წინასწარმეტყველი ყავსო დაპატიჟებულიო არაო ერთი არ არისო აი მიქა არ არისო მიქაო წინასწარმეტყველიო მაგრამ მოდი ისიც დავპატიჟოთ მასაც დავეკითხოთ და იმან თქვა ახავმა რომ არაო მე არ მინდაო მაგისი დაპატიჟება ის სუდი კაცი არისო მე მძულს ეს კაციო არაზუს ჩემ შესახებ კარგი არაფერი არ უთქვავსო სუ ჯიბში მიდგასო არაო თუ წინასწარმეტყველი უნდა დავპატიჟოთო
გაუშვეს ვიღაცა იქ მსახური, რომელმაც გაიქცა მიქეასთან სახლში და ეუბნება, რომ გზაში ეუბნებაო. კაცო, ეხლა ხო ხედავ, როგორი ერთსულოვნება არისო. ყველა ერთსულოვნებად იმაშრება, ეუბნება, რომ წადი, მოვიგებთ ამ ომს რაღაც, ეხლა შენ გეხმეტებიო. ხო, ჯიპში არ ჩაუდი, არ შეეწინამდეგო და რაც სასიამოვნო იქნება, ის უთხარიო. და მიქამ თქვა, მე ღმერთს გეფიცებიო, რომ რასო ღმერთიო მეტყვისო, იმასო ვეტყვიო. მივიდნენ, ეხლა დადგა მიქამ და ესე კითხებიანო. აი რა ვქნათო, წავიდეთ საომრად. და მიქამ, კი, წაციო შენ ეხლა მიხვალო და გაიმარჯვებო. და ახლა მან აქავა ხო მიხვდა რომ ეს მაშობა მე შენო გიცნობო რასო მაშაყირებო შენო აქო ირონიულად ხო ირონიულად შენ მართალი თქვიო და მან თქვა რომ აი ღმერთი მეუბნება რომ ისრაელი წააგებსო ხალხი გაბნეული იქნება მთებში იქნება გაქცეულიო და ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერიო თქვენთვისო გაბრაზდა ეს მეფე აქავიდა უთხრაო რომ ეს კაციო დაიჭირეთო ჩააგდეთო ჯილეხშიო იმდენი წყალი და საჭმელი მიეცით რომ ჩემ დაბრუნებამდე არ მოკვდესო და მე მოვალო და ნახე რას უზავო და სედეკია წინასწარმეტყველს მივარდა და სახეში გაარტყა იმას მიქეს და უთხრა ეს რაც ქვიაო სული წმინდათო სულ ეს არისო ღვთის იმანო სიტყვამო მე გვერდი ამიარაო და შენი ბაგიდან გამოდისო და რა თქმა უნდა წავიდეთ საომრად და მას ეს როლეს ის არის მოხდა იცით აი ასეთი რაც არის რკინის ისინი აბჯარი ის ერთმანეთს შორის ხო ნაკერით ხო მაშრება და აი ზუსტად ნაკერს შორის გავიდა ის დაიჭრა და საღამომდე გარდაიცვალა დაიცალა სისხლით და მოკვდა ეს მეფე და რა თქმა უნდა ებრაული ჯარი იყო განადგურებული და წააგეს რატომ იმიტომ რომ ეს ხელოვნური კონსტრუქცია შექმნეს აი ჩვენ გავიმარჯვებთ ხო აი ეს ჯიბის წინასწარმეტყველებები რომლებიც ანუ 400 წინასწარმეტყველი იყო აქეთ მაგრამ აქეთ იყო ჭეშმარიტი ღვთის წინასწარმეტყველი მიქა და აი ამის წინასწარმეტყველებამ მოხდა ის რაც მოხდა და ამიტომ ეს კიდე ერთხელ გვასწავლის რომ არ შეიძლება აი ეს ისა რა ქვია ურა რაღაცების გაკეთება შენ უნდა დაელაპარაკო ხმეთ შენ უნდა გესმოდეს ღვთის ნება და აი ეხლა მე მინდა მოგიყვეთ ყველაზე საოცარი ამბავი აი მართლა შეიძლება აი მსმენელმა ბევრი რამე მინდა კითხოთ მაგრამ 20 წუთიდან შედაკითხო რა კი აი ესე იგი მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ესე იგი მეფე დავითის დროს ისრაელში დაიწყო გვალვა ერთი წელიწადი გადაუღებელი ხო გვალვარი ერთი წელიწადი ერთი წვეთი წვიმა არ ჩამოვარდა ისრაელის მიწაზე წარმოიდგინეთ ესე იგი ეს რაც ნიშნავს რომ არ არის მოსავალი ეკონომიკა ცუდღეში არის ხალხი შიმშილობს და რა თქმა უნდა ყველა ლოცულობს რაღაცებს წირავენ ღმერთს სთხოვენ რომ ღმერთო გვიშველე გადის 2 წელიწადი ისევ არ არის წვიმა ხოსო ეს ისტორიულად ცნობილია ეს ფაქტი. კი, ვიცი, ჩემთან ბევრს აქვს. ხო. და მე-3 წელიწადი არის. და ნახეთ რა ხდება? ხალხი იხოცება უკვე. ხო. და დავითმა, აი სახარება ბიბლიაში წერია, ეს მეორე მეფეთა არის. სხვადასხვა შეგიძლიათ წაიკითხოთ. დავითმა დაეკითხა ღმერთს. კი არ ელაპარაკებოდა ღმერთს რომ ღმერთო მიშველე რაღაც რომ ყველა იყვირო და მიშველე გოდება რაღაცებს წირავდნენ ანუ თვითონ ღმერთს ეუბნებოდნენ რა უნდათ და დავითმა დაეკითხა ღმერთს ღმერთო რა ხდებაო ამიხსენიო რა შეგვეშალა და აი აქ შეიძლება ბევრი ადამიანი შოკირებულიც იყოს შოკირებული იყოს იმიტომ რომ ღმერთმა უთხრაო თქვენო საულმაო თქვენ შორის ცხოვრობენ გაბიელებიო და ამანო ისინი იმათ ანადგურებდაო
და აი ამის გამო თქვენ ეხლა დაისაჯეთო. ხო წარმოიდგინეთ და გაბიელები ვინ იყვნენ? როცა ისუ ნავიდმა შეიყვანა ებრაელები აღთქმულ მიწაზე, აი ეს გაბიელები ცხოვრობდნენ იქ. და მივიდნენ და სთხოვეს უთხრესო, თუ შეიძლება ნუ მოკალითო ჩვენო. ჩვენ პატიოსსა თქვენს გვერდში ვიცხოვრებთო, თქვენი მეგობრები ვიქნებით და ხარკს გადაგიხდითო, ყოველთვის რაღაცა აი ფულად ხარკსაც გადაგიხდითო. და ისუ ნავიდმა თქვა, კარგიო. ჩვენ ხელს არ გახლებთო, იცხოვრეთ ყველაფერი, ისრაელი თქვენზე ხელს არ აიღებს არასდროსო. გაბიელემ თქვესო, მაშინო დაიფიცეთო. და ისუ ნავიდმა ღმერთის სახელი დაიფიცა, თქვა რომ თქვენ მთელი სიცოცხლის მანძილზე, მთელი ისტორიის მანძილზე იქნებით ხელუხლებლები. და მაშინ ისინი დამშვიდნენ, იმიტომ რომ მათ ესმოდათ რომ ებრაელებისთვის ღმერთი არის ყველაზე დიდი ფასეულობა და როცა ღმერთის სახელით ვიღაცა დაიფიცებს, ესე იგი ეს არის 1,000,000%-იანი გარანტია. და თითქმის 400 წელიწადი ყველაფერი კარგად მოდიოდა და საულმა დაიწყო მათი ხოცვა. მაგრამ ნახეთ რა არის საინტერესო. შეხედეთ რა არის საინტერესო, რომ საული უკვე გარდაცვლილი არის. უკვე რამდენიმე წელიწადი მეფე დავითი მეფობს. და აი საულის მიერ ჩადენილ იმაზე თურმე ირკვევა რომ სასჯელი არის მოსული. ებრაელთან როგორი? ამას ეწია, მე ბაბუის ნაჭამად ყემალმა შვილიშვილის კბილი მოკვეთა. ესე იგი, თქვენ წარმოიდგეთ, თუ ქრისტე მერე უკვე პერსონალური პასუხისმგებლობა მოიტანა ახალ აღთქმაში, მაგრამ ძველ აღთქმაში თქვენ წარმოიდგინეთ 400 წლის წინ მიცემული ფიცი დღეს რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი მეფეს მიერ ჩადენილი დანაშაული დღეს აი ღმერთისგან რო არ გაეგო ვერაზროს ვერ მოიფიქრებდა მეფე დავითი, ხო? და აბა რა ვქნაო? რა ვიცი ღმერთიობნება, აი შენ და ეს ისინი წადითო და გაბაელები და შენ გასწორდი მაგათთან. ნუ იმ წუთში დაიბარა ესენი და თქვა რომ ასე მოდი ისე ეს რო საული ასე რომ მოგექცა რაღაცა, მოდი ისე შევრიგდეთ რაღაცა და რა გავაკეთო მე რომ თქვენ მთლიანად ესე იგი დაკმაყოფილდეთ და შეგვირიგდეთ და აი ეს ძველი წყენა დაივიწყოთო. და ამ გაბაელებმა თქვეს რომ ჩვენ არ გვინდაო არც ფულიო, არც არაფერიო, მაგრამო საულისო ახლონათ სანათესაოდან 7 ადამიანი მოგვეცით, რომ ჩვენ ის უნდა სიკვდილით დავსაჯოთ, ჩამოვახჩოთო. აი ეს არის ჩვენი პირობა. დავით სხვა გამოსავალი არ აქვს, გვალვარი 3 წელიწადია წვიმა არ მოდის. ნუ ეხლა დავითისთვისაც ძალიან რთულია ის, იმიტომ რომ მელქორა არის საულის შვილი, მისი ცოლი არის. მართალია ეს უშვილო არის. და რა ვქნაო? ახლა ფიქრობს, ახლა ძალიან ძნელი ახლო ნათესავიდან და მოკლედ ისაქნა. ხო, ახლო ნათესავიდან 7 ადამიანი დაიჭირეს, გასცეს იმ გაბაელებს და მათმა ქალაქის კედელზე ჩამოკიდეს ესენი, ჩამოახჩეს. და მერე რო ისინი გარდაეცვალნენ, მან ადგა და ის მათი ძულებით და საულის ძულების და ყველა სანათესავ კისა იყო მამა საულის, იმის საფლავში მიიტანა და დამარხა. და წამოვიდა წვიმა. აი, ხედავთ, ღმერთი როგორი თვითყოფადი და სუვერენული არის. თითქოს ამდენი ადამიანი, ქალები, ბავშვები, როგორ წვალობენ, როგორ იმაშვებიან 3 წელიწადი, ეს არის უსასტიკესი წვალება. მაგრამ ღმერთის სახელი დაფიცება და პირობის მიცემა და მერე იმის გატეხვა, ამას ღმერთი არ გაპატიებს. ხო, ხდება ეს. და ნახეთ ხდება ეს და ნახეთ როგორ ისევ გეუბნები, ახლა საულის დროს რომ მომხდარიყო, კიდე სხვა იყო, მაგრამ კაცი გარდაცვლილია. ეს არის მეფე. ხო? და უკვე 3 წელიწადი აქეთ არის უკვე მეფე და უცბად იწყება აი ეს ყველაფერი. და აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ძალიან კარგად გვესმოდეს რომ აი ეს ჩვენი ეს რელიგიის აღქმა არის არასწორი.
ჩვენ არასწორად გვესმის და აი ამ მაგალითებს როცა ვკითხო მე როცა წავგეთ ეს ადრე მქონდა წაკითხული მაგრამ ეხა გაიგეთ აი ახლა მივხვდი რა რთული არის ის იგი ღმერთთან ურთიერთობა ეს ისე არ არის ღმერთი არ არის შენი ოფიციანტი რომ შენ ახლა ესე თითის დაკვირით დაუძახებ და ღმერთო ეს გამიგეთ ის გამიგეთ არა ასე არ არის შენ უნდა შექმნა სწორი გაგება ღმერთის და ღმერთი უნდა ხედავდეს შენში პოტენციალს მამაო რაც თავარია რომ გაუმართლებ და შენ უნდა გესმოდეს რას აკეთებ და აი მაშინ ჩვენი ცხოვრება გაივლის ისე რომ ჩვენთვის უკვე გარდაცვალება რაზე ჩვენ ვისაუბრეთ გარდაცვალება ქრისტიანისთვის არ უნდა იყოს ტრაგედია ეს არის საშუალება წინსვლისკენ ეს მისვლა არის სასუფეველში მისვლა არის მაგრამ იმისთვის რომ ჩვენ მივიდეთ ხო ჩვენ მარტო შეგვიძლია მივიდეთ ჭეშმარიტი რელიგიით და არა ის ხელოვნური რელიგიით რომლითაც ჩვენ დღეს ცხოვრობთ და ჩვენ რო შევქმნით პირადი რაღაც პირადი ძალიან ჩვენთვის მორგებული ძალიან ისეთი კარგი რელიგია და ცხოვრობთ ასე და არ გვესმოდა როგორც მოციქულებმა ბოლომდე ვერ გაიგეს ხო როცა ეუბნებოდა პირდაპირ აი ახლა ავალ ჩვენ იერუსალიმში ეს უნდა მოხდეს არც ერთმა წესით ხო როცა ასეთ რაღაცას ამბობ ყველა ადამიანს უნდა დამატებითი კითხვები დაბადებულიყო თუ მან გაიგო დაახლოებით რაც ხდება ხო დამაზუსტებელი კითხვები იყო მათი მხრიდან ერთი დამაზუსტებელი კითხვა არა რომ ვერ გაიგეს იმიტომ რომ მათ ჯეროდათ რომ ის ქრისტე ეს არაფერი არ მოხდება ქრისტე ახლა მოვიდა მესია მთელი ხალხი მას მოყვება და ახლა მოხდება აი ასე ისრაელის განთავისუფლება მონობიდან და ესე იგი გაბატონება მთელ იმაზე სამყაროზე ხო აი ეს არის ასე რომ აი ახლა თქვენ ახლა აი რაც მე ვისაუბრე თუ რამე ესეთი დიახ აი ხა მე კითხვა გამიჩნდა ესეთი მამაო რომ აი ეს ყველაფერი ჩვენთვის ასარგებლოდ მოხდა და ჩვენთვის ასარგებლო არის და ამხელა ტკივილთან ერთად თან ხო აი ამდენი ტკივილი ამდენი წუხარება რაღაცა მაგრამ მაინც ბოლო არის აღდგომა და ეს ყველაფერი ისა აი ამის ფასად აი ჩვენ როგორ უნდა ვიცოდეთ ახლა ბევრი ადამიანი იტანჯება მამაო საქართველოში და რაღაცა მაგრამ აი ამ ყველაფერ ტანჯვას რომ მოყვება აღდგომა მამაო აი ჯვარცმას აუცილებლად აი ამის არ ჯერა თორე აი ამ ტანჯვა სიტყვაზე მეორე ხარისხი უნდა დააყენებ და მიხვდით და იმისიც არ ჯერა რომ აი არც ერთი კაი ადამიანი არ არსებულა რომელსაც კარგად უვლია და უტანჯველად გაუვლია აი ნებისმიერ წმინდა გიორგიდან მოყოლებული ქეთევან წამებიდან დამთავრებული ხო ვის უცხოვრია ჩვენთვის ვინც სამაგალითო ანუ ამ ტანჯვაში შენ იწვთობი და იბადები ის რო ხარ სამაგალითო მამაო და მოდით ასე ვთქვათ როცა ჩვენ სკოლაში დავდიოდით და მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში ამოცანებს რო გვაძლევდნენ. ნუ გასაგებია ზოგიერთ მოწაფეს ეკონა რომ მასწავლებელი ჩვენ გვტანჯავს. ხო, აი, მაგრამ ეს ხო, ანუ ჩვენ თუ ამ ამოცანებს არ გამოვიყვანდით, ხო? ჩვენ როგორც მათემატიკაში, გეომეტრიაში, ფიზიკაში, ქიმიაში ვერ გავიზრდებოდით. აი ზუსტად. იგივე მოჭადრაკე რომელიც დადის ჭადრაკზე. მარტო სპარინგთან რო იჯიდე და ითამაშო, შენ ვერაზროს ვერ გაიზრდები როგორც მოჭადრაკე, თუ შენ არ გაარჩიე რაღაც პარტიები, რაღაც ამოცანები არ გამოიყვანე. ამოცანების გამოყვანა დამწყები მოჭადრაკისთვის არის, ეს არის მისი აი როგორც ადამიანთვის არის პური, აი ეს არის ეს ამოცანა. და აი ჩვენ როცა მოვდივართ ამ დედამიწაზე, აბა ისთვის მოვდივართ. ჩვენ აქ აი იცით რა შეა საქმე? აქაც იგივე ის არის ხელოვნური კონსტრუქცია, რომ ჩვენ მგონია რომ ჩვენ მოვედით ამ დედამიწაზე, რომ დავისვენოთ, დავტკბეთ, ვისიამოვნოთ და აი ძალიან სასიამოვნოთ გავატაროთ ეს ცხოვრება ყოველგვარი ასეთი სირთულეების და გაჭირვების გარეშე. ანუ ჩვენ უნდა ნათლად გვესმოდეს, რომ ჩვენ აქ ვართ მძიმე მივლინებით. ხო. ეს არის მძიმე მივლინება ამ დედამიწაზე. და ჩვენ აქ მოვდივართ, რომ გავიაროთ სრულყოფის გზა. ჩვენ უნდა გავიზარდოთ. მაგრამ როგორ იზრდება ადამიანი თუ არა სირთულეების გადალახვის გარეშე როგორ იზრდება? აი თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, რომ დაიჯერო ვიღაცა უნდოდა რომ კაი შტანგისტი გამოსულიყო და სახლში იწვა ლოგინში
და გამოვიდა გემრიელ საჭმელებს ჭამდა, სვავდა, სიმძიმეებს საერთოდ არ წევდა და მე გამოვიდა შეჯიბზე და გახდა ჩემპიონი. არ არსებობს. მე მინდა გითხრათ, რომ უკვე საშუალო შტანგისტი ვარჯიშის განმავლობაში 20 ტონა უნდა აწიოს ჯამში, რომ აი პირველი თანიგოსნის დონეზე როცა მიდის საუბარი. მაგრამ როცა წვნელი მას აძლევს ამის დავალებას, ხო? ის ხო არ გამოდის და ხო არ ამბობს, რომ დედა ეს რა მტარვალი წვნელი მყავდა, კაცო, ეს დღეს 20 ტონა ტვირთი ამაწევი. იმაში. იმიტომ რომ ეს არის ამდენს თუ არ აწევ, თუ არ იშრომებ, წარეოფლი თუ არ გადინე, ხო? შენ ვერ გაიზრდები როგორც სპორტსმენი. და აქაც ზუსტად იგივე, თუ შენ გინდა როგორც ქრისტიანი, როგორც პიროვნება გაიზარდო, შენ უნდა გაიარო სირთულეებზე უნდა გაიარო. აი ეს არის მთელი ჩვენი ცხოვრება და პირიქით, როცა და როგორ უნდა ისაუბროთ, აი ზოგს ძალიან შეუგნებელ ან მოწაფეს, ან სპორტსმენს გონია, რომ აი წვნელი როცა მე რაღაცა დიდ დატვირთვებს მაძლევს, ესე იგი ჩემს მიმართ ცუდად არის განწყობილი. მე ვიცნობდი ასეთ ადამიანებს. ხო, მეუბნებოდნენ, რომ ეს წვნელსო, რა უნდა ჩემგან რაღაცას მერჩი, ძალიან დიდ დატვირთვებს მაძლევს. ამ დროს ეს რას ნიშნავს, რომ წვნელმა ამ ბავშვში დაინახა პოტენცია, მაშინ დაინახა მომავალი ჩემპიონი და იმიტომ განსაკუთრებით ტვირთავს. ამიტომ როცა ჩვენ ღებულობთ ღმერთისგან რაიმე აი ესეთ დატვირთვას ცხოვრების სულს, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა ჩვენში რაღაცა პოტენცია დაინახა, ჩვენგან უნდა გამოზარდოს წეშმარიტი პიროვნებები, ძლიერი პიროვნებები. ზუსტად. ხო. ღმერთი თვითონ არის ძალიან ძლიერი. ღმერთი არის ძალა, ხო? და ღმერთს უნდა რომ ჩვენც ვიყოთ ძლიერები. და ამისთვის შენ რო გავძლიერდეთ, ჩემთვის სხვა გზა უცნობი არის. აბა ვინმე მოვიდეს და თქვას, რომ უშრომელად, უტანჯველად, აი ასე ადამიანს შეუძლია უცბად გახდეს, ეს იმებში ზღაპრებში გვაქვს ჩვენ ისე, რომ რაღაცა ასეთი სუფრა იყო, იმას გაშრიდა იმ სუფრას და იმაზე გაჩნდებოდა საჭმელი. ხო? სინამდვილეში რომ იმდენი საჭმელი რო გაჩნდეს, ძალიან დიდი სერიოზული შრომა სჭირდება. და მოდით კიდე დაუბრუნდეთ, ყოველთვის ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ პირველ პუნქტს ხელშეკრულების. და ჩვენი ხელშეკრულების პუნქტი როგორი არის? ღმერთმა როცა განდევნა ადამი და ევას სამოთხიდან. ადამი რა სიტყვებით განდევნა? ოფლითა შენითა მოიპოვო ლუკმაპური შენი. ხო? ანუ შრომით, წვალებით. კი, ღმერთმა თქვა, რომ რაღაც მომენტში უნდა დავისვენოთ. ღმერთმა დააწესა ეს შაბათი. მაგრამ შაბათშიც კი, რამდენად ჩვენ სწორედ იმ შაბათს ვასრულებ, იქაც ჩანს ჩვენი პიროვნება, ჩვენი ნებისყოფა. ხო? იმიტომ რომ აი რო დავუშვათ უქმე არის, ხო? შენ გინდა რაღაცა გააკეთო. აი ძალიან მოგინდა რაღაცის გაკეთება. ამ დროს უქმე არის. აქაც ნებისყოფა არის. როცა ჩვენ ვისაუბრეთ, როცა ღმერთმა რომ თქვა 6 წელიწადი დათესე და მე-7 წელიწადს არაფერი არ დათესო და 6 წლის მოსავლითო შენ ის მე-7 წელიწადი დაასვენე მიწა. ხო. მაგრამ აქ ახლა წარმოიდგინე, რამდენი რწმენა და ნებისყოფა გჭირდება იმისთვის, რომ შენ ეს დადო, გინდა დასვენება. პირიქით, ღმერთი გეუბნება, რომ მე-7 წელიწადს საერთოდ არ იმუშაო, არაფერი არ გააკეთო, მიწას არ გაეკარო. ვენახი არ გასხლა. მაგრამ აი ამასაც სჭირდება ნებისყოფა და ძალა და პიროვნება უნდა იყოს ძლიერი. აი ხედავთ, შრომაშიც და დასვენებაშიც ჩვენ უნდა გამოვამჟღავნოთ დიდი ასეთი ჩვენი უნარები. და რწმენა ღმერთის. ხო, აბა კიდე თუ რამე. არა, თქვენ როგორც არ თქვენ ასაც. ხო, რაღაცა თუ შეკითხვები. ხო, აი ეს არის. აი ეს არის ამისთვის მოვედით და ამიტომ მე ყოველთვის მინდა ვთხოვო ჩემ მორწმუნე ხალხს, რომ ჩვენ მოდით განთავისუფლდეთ ილუზიებისგან. განთავისუფლდეთ ილუზიებისგან.
რათა მე ღმერთისგან არ გავნაწყენდეს. ხო, იმიტომ რომ თუ ჩვენ ახლა მე რომ ამ გადაცემაზე რომ მოვედი აქ თქვენთან, ხო? მე ვიცოდე რომ ჩვენ აქ უნდა მოლოდინი ქონდა, ჩვენ უნდა დავжე და 1 საათი ვისაუბროთ, ხო? მე არ ხარ ქონდა მოლოდინი რომ თქვენ ახლა აქ რაღაცას დამახვედრებ და რაღაცას მასიამოვნებ და რაღაც იმას იზავთ, არა? ამიტომაც ჩვენ ძალიან დიდი პატივისცემით და სიყვარულით დავიშლებით ერთმანეთთან. არასწორი მოლოდინები, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი რელიგიაში. მამო, აი ხა ამ კითხვას დავიმახსოვრებ აი ამ არასწორ მოლოდინებს და აუცილებლად შემდეგში აი ამ თემასთან დაკავშირებით გავაკეთოთ და წლის ბოლომდე აუცილებლად რაღაც იქნებ ცოტათი დიდი დროც იყოს რომ რაღაცნაირად მინდა რომ ბევრი ისაუბრო. თქვენ დიდი მადლობა მამო, მობრძანებისთვის მამა გიორგი ჩაჩავა გახდა ჩვენი სტუმარი და რა ვიცი აი მადლობას გიხდით იმისათვის რომ ხართ ჩვენთან მამო და აუცილებლად უყოვითთვის იქნებით ხოლმე და სხვადასხვა ბევრჯერ მინდა ხშირად რომ რაღაცა მოგიწვიოთ იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ხდება და მე საუბრება ხოლმე რომ მამო რომ მოიწვიეთ კარია და თუ შეიძლება ჩვენ ვართ როგორ იცით რომ რაღაცნაირად ხა ახალი წელი დგება რაღაცა და ხალხს ერთმანეთს აი ხანახან იქნება ხოლმე რომ გამოვაცხადებ ხოლმე იმ ადამიანს ვისაც უჭირს ხოლმე რომელიღაცა მოძღვრები მაგალითად ვინც არიან ვინც უწევენ ხოლმე რეკომენდაციას ამას და აი ეხლა ანგარიშის იმას დავდებ თუ შეიძლება რომ ეს არის აი მოძღვარი არის რომელიც იქ არიან ადამიანები რომლებსაც ობლად იზდებიან ბავშვები რომლებსაც ჭირდებათ დახმარება ჩვენი რომ ახალ წელს რაღაცნაირად აი ვისაც რა შეგვეძლება აი ეს არის პირადი ნომერი ამ მოძღვრის რომელიც ამ ოჯახს მიხედავს შემდგომ და თუ გექნება თან ტასაცმელია რაღაცა ისეთი ზედმეტი არა ფქვილი კარტოფილი რაღაცა შეგიძლიათ რომ აი ამ ადამიანს დაუკავშირდეთ ნომერიც არის ნაჩვენები ქვემო და ზემოთ საქართველოს ბანკის პირადი ის გავახსნევენ სპეციალურად რომ თუ გაქვთ აი ამ მოძღვრის ის არის ჩარიცხავ და ეს მოძღვარი არის ურბნიში არის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ აგერ ნომერიც არის რომ ისა ნახოთ თქვენ თვითონ და ვისაც შეგეძლება თუ რომ 2 ლარი იყოს არ არის პრობლემა უბრალოდ რომ აი ახალ წელს რაღაცები გქონდეთ ამ ადამიანებს თუ შეგიძლიათ აი ეგერ არის ისა პირადი ნომერიც არის ამ მოძღვრის და ნომერიც არის და შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თუ რამე პროდუქტი შეგიძლიათ მიუტანოთ რაღაცა აი რაღაცა ოჯახი არის 5-6 შვილი ყავთ და ისეთები არიან რა მამა არ ყავთ რაღაცა და უჭირთ რა თქმა უნდა მაგიტომ უცხადებ და ეკლესიური ხალხი არიან რაღაცა ტაძარს ემსახურებიან რაღაცა ერთჯერად დახმარებას ყოველთვის უწევენ ხოლმე ჩემი მეგობრები რაღაცები გაუწიეს ამოდენიმეში აი ესეთ თქვენს თუბნებავთ აი ამ კვირებში 1-2-ს კიდე გამოვაცხადებ იმიტომ რომ დავეხმაროთ რომ ახალ წელს ყველას კონდეს ისეც ხმა მიგვიწდება 2 და 3 ლარი ხა არაფერს არ დაგვიშავებს თუ დაურიცხავთ აქედან მადლობას გეტყვით ვისაც საშუალება აქვს რა თქმა უნდა ეს მოძღვრის ის არის და პირადად ეს მოძღვარი გადასცემს მე ამ ადამიანებს პროდუქტს უყიდის ან თქვენ თუ პროდუქტს ჩაუტანთ ეგეც პრობლემა არ არის მოკლედ ეს და დიდი მადლობათ ყველაფრისათვის აი ესეთი ერი ვართ ჩვენ რომ აი ესე შეგვიძლია ჩვენ თქვათ გამოვაცხავთ ესეთი ტელევიზია ეს საერთოდ აი წარმოგიდგენ ხა ამ ტელევიზიაში იმიტომ მიყვარს ყოფნა რომ არსად ესეც აქონმოქმედო რაღაცას არ გამოგიცხადებენ არც ერთ ტელევიზიაში აი გამორიცხულია იმიტომ რომ მე თვითონ მქონდა ფონდი და მახსოვს რამხელა პრობლემები მექნებოდა ხოლმე და აი აქ ეს ყველაფერი მოსულა იმიტომ რომ გვინდა რომ ადამიანებს დავეხმაროთ რა და აი აქედან უნდა დავიწყოთ ჩვენ თუ გვინდა რომ რაღაცა ღმერთზე მე შემდგომ ვისაუბროთ რა და აი რა ვიცი აი მოძღვრის ნომერიც აქ არის და შეგიძლიათ ურბნიში არის ეს ტაძარი საკათედრო და იმის წინამძღვარი არის მამა გიორგი და ეს ხალხი იქ დადიან ობოლი ბავშვები არიან და თუ დაეხმარებით რა ვიცი კარგ სიზამ კარგად ზანდებოდეთ დროებით ვისაც როგორ შეგიძლიათ ნებისმიერ შეგიძლიათ ვიღაცა შეიძლება კალოში ქონდეთ რაღაცა ფეხსაცმელი და ისაჭყოთ არ არის პრობლემა დროებით კიდე გამოვაცხადებ იქ და კვირაში ახალწოდ ვიღაცებს საჩუქრები გავუკეთოთ რა რომ ისე ჩვენ ეს არის საფრთხო საქმე არის ძალიან საფრთხო საქმე არის და ჩვენ და გვესმოდეს ქრისტე ასეთი მაგალითი კი ზიარება იყო მაგრამ რაკნა განსტეხა პური და ანუ ჩვენ უნდა კონდეს აი ეს მოძრაობა რომ მე რომ პურს ავიღებ მარტო არ უნდა შევჭამო უნდა გამტეხო და მივცე იმას ვისაც უჭირს და ეს არის ძალიან ისეთი საფრთხო საქმე არის ხო ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ღმერთს. უღრმესი მადლობა მართალი ბრძანდები და რავი დავეხმართ ესეთი ის არის. მე იქით აკვირას კიდე 1-2 არიან საგარეჟოში იმაში არიან ისეთი ადამიანები და ვისაც მე ვერ მოვერევი ჩემ მეგობრებს ვთხოვ ხოლმე და ეხმარებიან ხოლმე და ვისაც ვერ ვერევი იმდენად ეხა ყველას ხო ვერ გავწვდებით. კიდე აი ეგერ აქედან თუ გვექნება ბევრი მთხოვს ხოლმე რომ ვის დავეხმარო აი აქ. და კარგად ზანდებოდეთ დროებით ვიღაც შეიძლება რაღაცას ყიდით და მოგჩათ სიტყვაზე ან ტასაცმელია რაღაცა აი შეგიძლიათ რომ ესე იმასგან. კარგად ზანდებოდეთ დროებით და დიდი მადლობა ყველაფრისა.